მეცნიერებმა სულ ახლახანს აღმოაჩინეს სავარაუდო, თუმცა მყარი მტკიცებულება იმისა, რომ არც ისე შორეული ვარსკვლავის გარშემო მოძრავი პლანეტა სხვა სიცოცხლის სახლი იყოს. უფრო ზუსტად 124 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ეგზოპლანეტაზე დააფიქსირეს არამიწიერი სიცოცხლის ყველაზე ძლიერი ნიშნები ამ დროისათვის აღმოჩენილთა შორის. კემბრიჯის ჯგუფმა, რომელიც სწავლობს პლანეტის K2-18b-ს ატმოსფეროს, აღმოაჩინა მოლეკულების ნიშნები, რომლებიც დედამიწაზე მხოლოდ მარტივი ორგანიზმების მიერ არის წარმოქმნილი, ანუ ბიოხელწერა. დედამიწაზე დიმეთილ სულფიდსა და დიმეთილ დისულფიდს მხოლოდ სიცოცხლე წარმოქმნის. ძირითადად მიკრობული სიცოცხლე, მაგალითად ზღვის ფიტოპლანქტონი. მიუხედავად იმისა, რომ K2-18b-ს ატმოსფეროში ამ მოლეკულების წყარო შეიძლება ჩვენთვის უცნობი ქიმიური პროცესი იყოს. კვლევის შედეგები წარმოადგენს ამ დროისათვის ყველაზე ძლიერ მტკიცებულებას იმისა, რომ სიცოცხლე შეიძლება მზის სისტემის მიღმა სხვა პლანეტაზეც არსებობდეს. ეს აღმოჩენა შესაძლებელი გახადა NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა. ამ ბიოხელწერის მოლეკულების არსებობა swamps სიღრმისეულ კითხვებს იმ პროცესების შესახებ, რომლებიც მათ უნდა წარმოქმნიდეს. წინა დაკვირვებებით დადგინდა, რომ პლანეტა K2-18b დედამიწაზე 8.6-ჯერ მასიური და 2.6-ჯერ დიდია. მდებარეობს ჩვენგან 124 სინათლის წლის მანძილზე, ლომის თანავარსკვლავედის მიმართულებით. მაშინ მის ატმოსფეროში მეთანი და ნახშირორჟანგიც დააფიქსირეს. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ნახშირბაძე დაფუძნებული მოლეკულები სასიცოცხლო ზონაში მოძრავი ეგზოპლანეტის ატმოსფეროში იპოვეს. შედეგები ჰიკიანე პლანეტის პროგნოზებთან შესაბამისი იყო. სიცოცხლისათვის ხელსაყრელი მთლიანად ოკეანით დაფარული პლანეტის, რომელიც წყალბადით მდიდარ ატმოსფეროშია გახვეული. დაზუსტებით არ ვიცით, იყო თუ არა ჩვენ მიერ ბოლოს ნანახის სიგნალი დიმეთილ სულფიდის, მაგრამ ამაზე უბრალოდ მინიშნებაც კი ჩვენთვის საკმარისად ამაღელვებელი იყო, რომ დაკვირვებები ჯეიმს ვების სხვა ინსტრუმენტებითაც შეგვედარებინა. ეს გახლავთ მტკიცებულებათა დამოუკიდებელი ხაზი, რომელიც წინასგან განსხვავებული ინსტრუმენტითა და სინათლის ტალღის სხვა სიგრძეში მივიღეთ, სადაც არ არსებობს გადაფარვა წინა დაკვირვებების. სიგნალი ძლიერი და მკაფიოა. დიმეთილ სულფიდი DMS და დიმეთილ დისულფიდი DMDS ერთი ქიმიური ოჯახის მოლეკულებია და ორივე მათგანი ბიოხელწერას წარმოადგენს. ანუ ეს ნივთიერებები ცოცხალი ორგანიზმების ცხოველმყოფელობის შედეგია. გავა 10 წლეულები და შეიძლება კვლავ ამ მომენტს დავუბრუნდეთ და გავაცნობიეროთ, რომ სწორედ ეს იყო სამყაროში დედამიწის მიღმა სიცოცხლის აღმოჩენის პირველი მომენტი. შეიძლება ეს გარდამტეხი მომენტი იყოს, რომელშიც პასუხი გავაცით ფუნდამენტურ კითხვას სამყაროში ჩვენი მარტოობის შესახებ. არ დაიზარო, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და გვიჭირე მხარი.